Დაუბრუნდით ახალი მოგზაურობით მეგობრებო, ამჟამად ვართ ფოთში. ძალიან საინტერესო დღე ველოდება წინ და თუ რატომ აქ ყველაფერს ძალიან მალე გაგიზიარებთ. ახლა შევიდეთ სასტუმროში, დაგათვალიერებინეთ სათვრჩებით მაგ ადგილსაც და თან რაღაცეებს მოგიყვებით ასე აჯობებს რა. წავიდეთ. სხვათა შორის, ფოთში ვარ მეორედ ცხოვრებაში და ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. 7-ია, მაგრამ ერთი რაც არ მომწონს არის ის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა რა. არა და საპორტო ქალაქია და უფრო მეტად სჭირდება ყურადღებაც და რა ვიცი, თითქოს და სიყვარულიც. ფოთელების მხრიდან ეს ყველაფერი არ აკლია, მაგრამ ჩვენი მხრიდან რა. შევიდეთ ახლა სახლში. აი ესე გამოიყურება ჩვენი მისაღები. მეორე სართული დავჯავშნეთ მთლიანად, იმიტომ რომ 5-ნი ვართ ჩამოსულები და 3 ოთახი ავიღეთ რა. აგერ გვაქვს სამზარეულო, სადაც წეღან ძალიან გემრიელად ვისადილეთ. აქ შეგიძლია რომ მოამზადო მოკლედ შენი კერძები რაც გინდა. ახლა აქ აღარ გავჩერდები. დიდხანს დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია და აქ უყურებთ ფინალს და იმედი გვაქვს რომ ხვიჩა მოიგებს, უეჭველი უნდა მოიგოს. აქეთ ერთი ოთახი, მეორე ოთახი და აქ არის ჩვენი ოთახი. შევიდეთ. ნახეთ რამხელა ოთახი გვაქვს აგერ. 2 ადგილიანი საწოლი, კიდევ ერთი საწოლი, გარდერობი, ახლა ეს გარდერობი ჩვენ რა თქმა უნდა არ გვჭირდება, მაგრამ მაინც კაია რომ ამხელა სივრცე გვაქვს რა. აქ დავრჩებით ერთი ღამით და მერე უკვე ხვალ გავბრუნდებით უკან თბილისისკენ. 410 ლარი დაგვიჯდა 3 ოთახი ერთი ღამით. არ ვიცი რამდენად იაფია, რამდენად ძვირი, მაგრამ მაინც მისაღები ფასია. ეხლა რა გვინდა საერთოდ ფოთში, მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. დაახლოებით 1 წლის წინ დავიწყე აქტიურად მარათონებზე სირბილი. უკვე 3 მარათონზე მაქვს ნარბენი და იმდენად შემიყვარდა ეს ამბები, რომ დღესაც ვარ ჩამოსული ფოთის მარათონზე სარბენად. ხვალ არის გარბენი, ამჟამად ვირბენ 10 კილომეტრს და არა 21-ს, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბედნიერი დღე იქნება, თან ვისიამოვნებ, თან ქალაქიდანაც გამოვედი, თან საყვარელ ქალაქში ჩამოვედი და მოკლედ საინტერესო მოგზაურობა გამოგვივა ერთად და მინდოდა რომ ეს ყველაფერი თქვენთვისაც გამეზიარებინა. და ზოგადად მაქვს თქვენთანაც შეკითხვა რა, რამდენად გაინტერესებთ სირბილის კონტენტიც, რომ შემოვაპარო ხოლმე, აი სხვადასხვა ქვეყნებში რომ წავალ სარბენად ან სხვადასხვა მარათონებზე რომ ვირბენ ხოლმე, მინდა რომ ეს ყველაფერი გაგიზიაროთ თქვენც, მოგიყვეთ რაღაცეები და ამით мотиваციაც მოგცეთ და თან ეგება და თქვენც დაიწყოთ სირბილი. გამიკომენტარეთ აუცილებლად რა სიტყვით ამ ამბავზე, აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხიც და ალაიქეთ ვიდეო და აკომენტარეთ ფოთელებო განსაკუთრებით თქვენ და მე რავი, რაღა დამჩენია, გავაგრძელებ ვიდეოების გადაღებას, ბევრ მოგზაურობას და ამ ყველაფერში თქვენც გაგრებთ ასე ვთქვათ, თქვენც გაგიზიარებთ. წეღან ვიყავი სხვათა შორის ადმინისტრაციაში მისული და წამოვიღე ესეთი მარათონის ჩანთა. გაჩვენებთ ახლა რა ხდება ამ ჩანთაში, რა გვაქვს. გვაქვს ესეთი ფურცელი, კონვერტი, სადაც წერია ჩემი ნომერი, 317 ნომერი ვიქნები ფოთის მარათონზე და შიგნით დევს აი ასეთი რაღაც, ნახეთ. 10 კილომეტრი და უკან აქვს ჩიპები მიმაგრებული, აი აქ, ესე, რომელიც საბოლოო ჯამში დაითვლის ჩვენს დროს. აი ეს უნდა მიიკრა აი აქ, ან შეგიძლია შორტზეც იდეაში და ისე ირბინო რა. აგერ გვაქვს საჭმლის და სასმლის მოსახევი, ასე ვთქვათ, აი იქ რომ მიხვალ ფინიშის ხაზთან, ამას მოახევ და ლანჩ ბოქს მოგცემენ რა და აქაც სასმელსაც მოგცემენ, მოკლედ ძალიან კარგია. ერთი ეს გვაქვს. და გვაქვს ასევე ყველაზე ლამაზი რაღაც. ეს არის ოფიციალური მაისური. ნახეთ? აი ესე გამოიყურება ჩვენი ფოთი მარათონის მაისური. ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს, აგერ საქართველოს დროშაც აქვს. ხვალ ამას არ ჩავიცვამ, იმიტომ რომ ვერიდები ხოლმე ახალ მაისურებს სირბილის დროს, მაგრამ მე დავტესტავ და სხვა გარბენებზე ჩავიცვამ ხოლმე, როცა მოვემზადები რა სავარჯიშოდ. კარგი იქნება რა. ეს არის სულ ამ ჩანთაში, მეტი მე მგონი არაფერი არ არის. კი ბატონო. და ველოდებით გარბენს. მეგობრებო, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ალაიქეთ ეს ვიდეო. და აკომენტარეთ და ავიდეთ მალე 10,000 გამომწერზე, რომ უფრო და უფრო მაგარი ვიდეოები გადავიღო. ივლისში დაგეგმილი მაქვს ძალიან მაგარი მოგზაურობა, რომელსაც იხილავთ, უკვე ნაყიდი მაქვს ბილეთები და ერთი სული მაქვს როდის წავალ. მანამდე საქართველოში ვიმოგზაურებ და მოკლედ საქმის კურსში იქნებით, სად ვიქნები, როგორ ვიქნები და რას გავაკეთებ რა.
ეხლა ჩამოვედი ეზოში, ნახეთ, ესეთი საყვარელი ეზოა. დავსხდეთ იქით და დავისვენოთ. ხედვით თვითონ აქედან არის ულამაზესი. ძალიან სიმშვიდეა. ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, აგერ ტბაც გვაქვს, იხვები დაცურავენ. ხვალ მაქვს ასეთი გეგმა, რომ 50 წუთში ვირბინო მარათონი, 10 კილომეტრი. ჯერ არასდროს მირბენია, ჩემი რეკორდი არის 55 წუთი. ვაიმე, კანეკორსო გაბრაზდა იქით უკან. ჩემი რეკორდი არის 55 წუთი და ნახოთ რამდენად გამოვალ ჩემი რეკორდიდან. 50 წუთი იქნება იდეალური, მაგრამ 53-იც კაია და 54-იც რა. მაგრამ ძალიან მინდა რომ 50 წუთში ვირბინო. მშვენიერია, კაია ასეთი ადგილები და მარათონებიც მაგიტო არის კაი, რომ შეგიძლია ქალაქიდან გახვიდე და ისე ამოვნო. დილამშვიდობისა მეგობრებო, ფოთიდან. მოკლედ ახლა არის 8:25 წუთი. ყავა უნდა დავლიო, ბანანი უნდა შევჭამო და მერე გავალთ უკვე სახლიდანაც რა და მივალთ მარათონის სტარტის ადგილას. ასე რომ შევიდეთ ახლა შიგნით და ყავა მოვადუხოთ. მეგარი, ყავა გავამზადეთ, ხა დუღდება წყალი და დავლიოთ, იმიტომ რომ ძალიან მინდა და ბანანიც აგერ გვაქვს. გარბენამდე ყველაზე კაი არის ყოველთვის ბანანი, იმიტომ რომ მარტივად ამუშავებს ორგანიზმი და თან ენერგიასაც გაძლევს რა და ამიტომ სუბუქიცაა და გემრიელიც რაც მთავარია რა. ძალიან მეძინება 6 საათი მეძინა მარტო. რაღაცნაირად ვერ დავიძინე, ქარის ბრალი იყო თუ რის ბრალი იყო, არ ვიცი. ვისაც გირბენიათ მარათონზე 10 კილომეტრი. დამიწერეთ კომენტარებში რა არის თქვენი პერსონალური რეკორდი, ასე ვთქვათ. რა დროში გაქვთ ნარბენი 10 კილომეტრი. ძალიან მაინტერესებს და აგერ კომენტარებში დამიტოვეთ. და სად დარბი ხართ ხოლმე, რომელ მარათონებზე ხართ ნამყოფი, ეგეც მოაყოლეთ, იმიტომ რომ მაინტერესებს რამდენი დავრბივართ ზოგადად საქართველოში მარათონებს. რომელია? ჯერ კაი 2 საათია სტარტამდე, ასე რომ შეგვიძლია 7 წყნარა დავლიოთ ყავა. მოვიდა გასვლის დრო, აგერ არის ჩემი ადიდასებიც, ჩემი ცხოვრების ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია ეს ბოტასი. აი, უსაყვარლესი ბოტასებია, ურბილესი. და ეხლა ჩავიცვათ, ნომერი უკვე ადგილზე მაქვს, აგერ და გავიდეთ ერთად სარბენად. მშვენიერი. Adidas Adizero, EOSL, არის ეს ბოტასი და ყველას გირჩევთ აბსოლუტურად და ზოგადად სირბილს ვინც აპირებთ პირველი რაშიც ფული არ უნდა დაგეხარჯოთ არის ბოტასი. იმიტომ რომ ერთი მხრივ რო კომფორტულად ირბინოთ და მეორე მხრივ ტრავმების გარეშე რო ირბინოთ რა. ამიტომ არ დაგენანოთ ფულის გადახდა. ამაში მე 350 ლარი ფასდაკლებით. 500 ღირდა და მშვენიერი. ყველაფერი. Garmin-ი ადგილზეა. ჩემი ნომერი ადგილზეა. მიკროფონი მაქვს, მაგრამ ამას მე მოვიხსნი. ბოტასები ჩავიცვი და მზად ვარ რომ ვირბინოთ. აბა, წავით, ერთი სული მაქვს. ტაქს გამოვიძახეთ ახლა და გავეთით. მოვედით მეგობრებო სტარტის ხაზთან. აგერ უკან ხედავთ ფინიშის ხაზ იდეაში, მაგრამ იქვე არის სტარტიც რა. ბევრი ადამიანია რა ძალიან მახარებს, ყველა ხურდება, მეც ხა დავიწყებ გახურებას და მე ცოტა ხნით დაგემშვიდობებით. თავიდან ვიფიქრე რომ DJI-ით ვირბენდი, მაგრამ გადავიფიქრე, ამიტომ ყველაფერს დავტოვებ და როცა მოვალ მე გაგიზიარებთ რა. იმიტომ რომ რთულია აპარატურით სირბილი და ასე შემდეგ. კაი, გავხურდები ახლა და დავიწყოთ.
ეგ არის მეგობრებო, მორჩი მარათონს აგერ ჩემი მედალიც და 47-ში ვირბინე. 47 წუთი და რაღაც, რაც არის ჩემთვის აი იდეალურზე იდეალური. ძალიან კმაყოფილი ვარ, 50-ში მინდოდა სირბილი და გავაუმჯობესე რა. 55 იყო ჩემი რეკორდი და 47-ში ვირბინე რა. აი ძალიან ბედნიერი ვარ. აგერ ჩემი მედალი კიდევ ერთხელ და დანარჩენს მერე გაგიზიარებთ. ახლა ძალიან ცხელა აქ. უნდა წავიდე რომ გადავივლო და დავისვენო რა და მე ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. თვითონ მარათონი არის კარგი, მაგრამ მე დეტალებზე ვისაუბროთ ერთად რა. ასე რომ ძალიან კაია. ძალიან გახარებული ვარ. აი 4 და 47 ფეისით ვირბინე, რაც არის ჩემთვის რეკორდი. რამდენჯერ ვახსენე რეკორდი არ ვიცი, მაგრამ აღელვებული ვარ და ძალიან გახარებული და ეს ყველაფერი თქვენთვისაც მინდა და გამეზიარებინა. ხოვნაა მეგობრებო, რომ გამოიწეროთ არხი და აუცილებლად დამიკომენტარეთ, რამდენად გინდათ, რომ მსგავსი ვიდეოები გადავიღო ხოლმე რა, სირბილზე, მოგზაურობის დროს სირბილზე, იმიტომ რომ ესეც არის ჩემი ცხოვრების ნაწილი და მინდა რომ გაგიზიაროთ ხოლმე, მაგრამ თქვენი უკავშირით ძალიან სასიამოვნო იქნება ამაზე. ძალიან მაგარი დღეა. შემდეგში მინდა რომ უეჭველად 45 წუთში გამოვიდე. ეგ იქნება ჩემი უიდეალურესი შედეგი და გონია რომ ვიზამ. ეგ არის მეგობრებო, მოვედი უკვე სასტუმროში, გადავივლე. ძალიან ასიამოვნები და კმაყოფილი ვარ, იდეალური გამოვიდა რა. ახლა მინდა რომ ცოტა ამოვისუნთქო, ტაქსს ველოდებით რომ წავიდეთ პირდაპირ ქობულეთისკენ. იქიდან გადის ჩვენი მატარებელი თბილისისკენ და იქ გვინდა რომ ხაჭაპური შევჭამოთ აჭარული და რა თქმა უნდა გაგიზიარებთ იქაც ყველაფერს რა. ესე საბოლოო ჯამში ჩემი თავით მართლა კმაყოფილი ვარ, იდეალური გამოვიდა. ფეისიც მშვენიერი, დროც ძალიან კარგი, ძალიან მინდოდა 45-ში, მაგრამ ბევრი მოვინდომე ახლა მეც ერთიანად, მაგრამ მომავალში გამოვასწორებ რა. უფრო მეტად გავაუმჯობესებ და გონია რომ იდეალური იყო რა. ძალიან კაი იყო. რაც შეეხება თვითონ ფოთი მარათონს, პირველად ვიყავი აქ და ბევრი რამე კიდევ დასახვეწია. მაგრამ იზამენ მაგასაც რა. ვაფასებ ამ ცდელობას და ამ ღონისძიებას ზოგადად. სახე მაგ წაშლილი. წავიდეთ ახლა და კაი გემრიელი ხაჭაპური შევჭამოთ. რამდენად კმაყოფილი ხართ ბატონო თორემ? მე ვიტყოდი რომ კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პიარი იყო 50-დან 55 წუთამდე, მაინც 18 გამოვიდა, 18 წუთი, მაგრამ ცუდი არ არის, უფრო უარესად შეიძლება და ამიტომ მაინც კმაყოფილი უნდა იყოს შენი პროგრესით, იმიტომ რომ თავარიას ცდილობ და ბოლოში რაღაცა აუცილებლად გამოდის. მომავალში რა გეგმები გვაქვს შემდეგ მარათონზე რამდენს გვაქვს? მომავალი ეფუძნება იმას, რომ შემდეგი 10 კილომეტრი ვიბინოთ 30-დან 40 წუთამდე და გავაუმჯობესოთ ჩვენი პიარი. ყველაფერი შეიძლება. გავაუმჯობესეთ ჩემი შაშანდელი შედეგი, საათი და 24 წუთიდან საათსა და 2 წამამდე. ძალიან მაგარი შედეგი. წინაზე თბილისი მარათონი ირბინეს საათი და 20 წუთში და საათნახევარში, ხო შენ მარიამ? და ახლა მოვიდნენ 1 საათში და 1 საათში და 4 წამში. აი ძალიან მაგარი შედეგი დადეს რა და გილოცავთ. გურო რომ დავინახე ისეთი სწრაფით გამომიკეცი აგეთ გადასაღებად, რომ ნებისმიერ მარათონელს მოვუგებდი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი ვიდეოები გადავიღე შემდეგი მარათონისთვის უფრო კარგ ვიდეოებს გადავიღე. და შეიძლება შემდეგ მარათონზე 5 კილომეტრი მეც ვირბინო. გმადლობთ. სხვათა შორის ვინც წამოვიდა ჩემთან საყურებლად, ყველამ დაიწყო მარათონზე სირბილი რა. ამიტომ ველოდებით სალომესაც. მოკლედ, ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ ყველანი, იდეალური შედეგები დავდეთ. თორნიკემ მკითხა რომ ეხლა მთლად ვერ იყო გადასარევი ჩემთვისო, მაგრამ მაინც მაგარი შედეგი დადო, იმიტომ რომ 1 საათთან გამოვიდა, რაც ძალიან მაგარია. ასე რომ ამაყი იყავი რა. ჩამოვედით ქობულეთში ვართ უკვე და შემოვედით კაფე-ბარ აფრაში. და შევუკეთეთ რა თქმა უნდა აჭარული ხაჭაპურები, როგორც გითხრეს უგემრიელესიაო და ველოდებით ახლა 20-25 წუთი რომ მოგვიტანონ. აგერ გვაქვს ცივი კოკა-კოლაც უშაქრო. მადლობა ძალიან დიდი. მოვიდა ჩვენი ხაჭაპური აგერ. გავსინჯოთ ახლა, თავარი გასინჯვა. ძალიან მშივრები ვართ, აი ძალიან. მოვატეხოთ ყუა. მე ესე ვჭამ.
ცუდი ხაჭაპური არ არის მართლა, მაგრამ გულწრფელიც რო იყო, ამაზე კარგი ხაჭაპურიც მიჯამა. მაგრამ მშიერზე ასეთი გარბენის შემდეგ გჭირდება მსგავსი ყვება აუცილებლად და არ მოვიკლოთ. ქობულეთელები ვინც ხართ, დამიკომენტარეთ, სად არის საუკეთესო აჭარული ხაჭაპური თქვენი აზრით ქობულეთში, რომ მომავალშიც ჩამოვალ, სხვა ადგილები დავაგემოვნოთ. და არქის გამოწერაც არ დაგავიწყეთ. სულ რაღაც 200 ადამიანი აკლია და 10000-ზე ავალთ. ეგ არის მეგობრებო, დასრულდა ჩვენი მოგზაურობა სამეგრელოში და აჭარაში. ბრუნდები ახლა თბილისში, წავალ მატარებლის სადგურზე და იქიდან გავემართები თბილისისკენ რა. აი უმაგრესი 2 დღე გავატარე აქ. არაფერს არ ვნანო, პირიქით კმაყოფილი ვარ და უეჭველად დავბრუნდები. მადლობა ფოთი მარათონს. კარგი ღონისძიება იყო, ჩემთვისაც განსაკუთრებული იყო და დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ შესანიშნავად ვირბინე, კაია რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში შევხვდი და მოკლედ რაღა დავამატო. აუცილებლად გამოიწერეთ არხი. მადლობა ვინც უყურეთ და წარმატებები. 2 კვირაში დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი და წინ უფრო და უფრო მაგარი მოგზაურობები გველოდება. აბა დროებით.